აბაჯო, რაზეა ეს სარჩელი სინამდვილეში? ეს არის სილიკონველის მესისა და რონალდო. ილონ მასკი სამ ალტმანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია მწიფდება. საბოლოოდ უნდა დავბრუნდეთ 2015 წელს, როცა OpenAI დაარსდა. ის დაარსეს გრეგ ბროკმანმა, სამ ალტმანმა და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო ილონ მასკისგან. გეგმა თავდაპირველად ესეთი იყო. ილონ მასკი იქნებოდა მთავარი ფინანსური მხარდამჭერი, ანუ საფულე, ხოლო სამ ალტმანი იქნებოდა ის სახე, რომელიც პროექტს წინ წაიყვანდა. ის და ბროკმანიც კულისებში პროცესების მართვაში დაეხმარებოდნენ. რამდენიმე წელიწადში ილონ მასკმა თქვა, რომ არ ეთანხმებოდა იმ მიმართულებებს, რომელსაც ისინი აპირებდნენ. მან შესთავაზა, ან გამოესყიდა კომპანია, ან შეერთებოდა Tesla-ს. ალტმანმა არ დაეთანხმა. ილონ მასკი წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან შექმნა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI, რომელიც რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილია Grok-ით. ეხლა ერთი წლის შემდეგ მან სარჩელი შეიტანა, სადაც ამტკიცებს, რომ სემ ალტმანი წავიდა OpenAI-ის თავდაპირველი მიზნების წინააღმდეგ, რომელიც არაკომერციული უნდა ყოფილიყო და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კაცობრიობის განვითარებას ემსახურებოდა. ამას რაც შეეხება, სწორედ დროის შერჩევა გახდა მიზეზი, რის გამოც სარჩელი უარყვეს. ეს ერთხმად გადაწყვეტა. სარჩელი წარგენილი იყო ვადების გასვლის შემდეგ. და ის ფაქტი, რომ მან ეს გააკეთა მაშინვე, მას შემდეგ რაც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია საკუთარი ძლიერი ფინანსური რესურსებით დააფუძნა, გარკვეული ეჭვები გააჩინა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ამას იმიტომ არ აკეთებდა, რომ მართლა სჯეროდა ამის. მას უბრალოდ სურდა, რომ კონკურენტი ჩაეხშო. ალბათ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ყველაზე დიდი კონკურენტი. და ის გამოიტანებდა თავის პირად კავშირს სემ ალტმანთან, რათა ეს მის წინააღმდეგ შემოეტრიალებინა. და სწორედ ამიტომ არ გამოვიდა ეს ყველაფერი. ამიტომაც დასჭირდა მას ესე დიდი დრო, რომ ეს ფიცის ქვეშ წარმოებდინა. მან სემ ალტმანი მათყუარადაც კი მოიხსენია. ამან მართლაც გარკვეული მცირე ზიანი მიაყენა ალტმანის რეპუტაციას, მაგრამ ვფიქრობ, უფრო დიდი დარტყმა მასკს მიადგა. ამან ის შურისმაძიებლად, ცვრილმანი ადამიანად და ისეთად წარმოაჩინა, ვინც მზადაა კონკურენტი კომპანია მხოლოდ საკუთარი სიხარბის გამო გაანადგუროს. ხო, იმიტომ რომ ეს უფრო პირად მტრობას გავს, ვიდრე მხოლოდ ბიზნეს კონკურენციას. შენ რას ფიქრობ? რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება OpenAI-სა და სემ ალტმანისთვის? ეს მის ბიზნესს დააზარალებს. ეს მის ბიზნესს საერთოდ არ დააზარალებს. ისინი უბრალოდ გააგრძელებენ წინსვლას. და მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგი იქნება, რადგან მასკი მაინც აპირებს გასაჩივრებასაც. დიახ, მასკი აპირებს გასაჩივრებას. წავა თუ არა ეს საქმე სადმე, ნაკლებად სავარაუდოა. ის ცდილობდა, რომ მათთვის 124 მილიარდი დოლარი ეჩივლა. ეს ფაქტობრივად OpenAI-ის გაკოტრებას გამოიწევდა. რა? რამდენი? 124 მილიარდი დოლარი. მილიარდი B-T. B. და მას ეს სჭირდება. ვიყოთ გულწრფელები. მას ეს ფული სჭირდება, ხო? ხო, თუ ილონ მასკს რამე სჭირდება, ეს კიდევ 124 მილიარდი დოლარია სინამდვილეში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას. და მოусმინეთ, ილონ მასკის სასარგებლოდ უნდა ითქვას. მან თქვა, რომ ფული სურდა ქველმოქმედებისთვის წასულიყო და არა მისთვის. ხო, მაგრამ რა ტიპის ქველმოქმედება? შეიძლება Tesla, არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტობრივად მწვანე შუქს აძლევს OpenAI-ს გააგრძელოს ის გზა, რომელსაც ადგას. ისინი გეგმავენ საინტერესო ბიზნეს მოდელს. ანუ ისინი იქნებიან არაკომერციული ორგანიზაციის კოლდის ქვეშ, მაგრამ თალად ბიზნესი მოგებაზე იმუშავებს. ფაქტობრივად ეს ორი ფენაა. ზედა ნაწილში არის ის, რასაც სემ ალტმანი აკეთებს. ის არის გადაწყვეტილების მიმღები და ამას არაკომერციული სტრუქტურის ფარგლებში აკეთებს. მაგრამ იმისთვის, რომ ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი გახდე, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მზარდ და ძალიან კონკურენტულ ბაზრებში, საჭიროა კონკურენცია. საჭიროა ფული, რომ ამაში ჩაიდოს. საჭიროა გზების პოვნა, რომ სხვებზე დიდი გახდე. საჭიროა მონაცემთა ცენტრების გაფართოება. და სწორედ ამის გაკეთება სურს მას. და ეს ფაქტობრივად მისცემს მას ამის განხორციელების საშუალებას. ის მაინც სულ მცირე თავის აზრით ილონ მასკი არ დაეთანხმებოდა, მაგრამ სემ ალტმანის აზრით ის კვლავ გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას კაცობრიობის სასარგებლოდ, მაგრამ ამავდროულად ბიზნესს ისე წაიყვანს, რომ მისთვის მოგება მოიტანოს. თუ სწორად გავიგე, ბოდიში ბიზნესისთვის? არა საკუთარი თავისთვის. ეს არის მთავარი საკითხი. კარგი, ანუ არაკომერციული ორგანიზაცია რეალურად თვითონ არის. არაკომერციული ორგანიზაცია ორსაფეხურიანი ბიზნესია. როგორც ვამბობ, ზემოთ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებებს არაკომერციული მიზნებისთვის. მაგრამ ბიზნესი არაკომერციული ორგანიზაციის მსგავსად არ მუშაობს. ის ამბობს, რომ მოგებას არ გამოიმუშავებს. მას არ აქვს OpenAI-ის გაყიდვის განზრახვა. მას მაინც სურს, რომ ეს იყოს ერთგვარი მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელიც ადამიანურ პროდუქტიულობას მომავალში წაიყვანს. მაგრამ არ უნდა რომ ამით თეთრიც კი აიღოს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება AI ბაზარი, მას დასჭირდება დამატებითი ბიძგის დამატება,
რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე Microsoft-ი ან თავად XAI. მაგრამ განა ამით ის ძალიან დიდარი არ გახდა? ვინ არის სემ ალტმანი? ხო. და თუ ის გაყივიდა OpenAI-ს, მაშინ კი ის შეიძლება მრავალ მილიარდერი გამხდარიყო. როცა მაგალითად ელონ მასკის ქონებას უყურებ, რომელიც ტრილიონიან რაც არ უნდა იყოს დღესდღეობით, ბოლდროს Forbes არ გადამიმოწმებია, ეს იმაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა თავის ყველა კომპანიას. მას ეს თანხა ნაღდი სახსრებით არ აქვს. სემ ალტმანსაც არ აქვს ესეთი რაოდენობის ფული ნაღდი სახსრებით. რა თქმა უნდა, თუ მოუნდება გაყიდვა კი მილიარდებს მიიღებს, შეიძლება მომავალში მოუნდეს გაყიდვა. იყო გარკვეული პრეტენზიები მისი ქცევის და იმ მიზნების მიმართ, რაც მას OpenAI-ისთვის აქვს. სწორედ ამიტომ 2023 წელს ის თანამდებობიდან მოხსნეს. ის მხოლოდ მას შემდეგ აღადგინეს თანამდებობაზე, რაც თანამშრომლების მხრიდან ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია. ასე რომ, მომავალში შეიძლება მოუნდეს თავისი ბიზნესის გაყიდვა. შეიძლება მოუნდეს მოგების მიღება. მაგრამ ამ ეტაპზე ფიცის ქვეშ აცხადებს, რომ ეს არ არის ის, რაც მას სურს. მას უნდა OpenAI-ის განვითარება კაცობრიობის საკეთილდღეოდ და ეს არის ის, რისი გაკეთებაც მას თავიდანვე უნდოდა. ეს არის ის, რასაც ის ამბობს, რომ კლავად სურს გააკეთოს. ილონ მასკი არ ეთანხმება, მაგრამ სასამართლომ ალტმანის მხარე დაიჭირა, არა მისი არგუმენტების გამო, არამედ პროცედურული დეტალის გამო. ილონ მასკმა საჩივრის შეტანას ძალიან დიდი დრო დაახარჯა. ხო, და მასკის აპელაციაში ჩივის. ასე რომ, შეიძლება ის მაინც 100 მილიარდ დოლარზე მეც დაკარგავს. მოდი ვნახოთ, ვინ იცის. ვინ იცის? ეს ილონ მასკისთვის ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა იქნება. ასე ვფიქრობ, ძალიან დიდი. ისე წარმატებებს უსურვოთ. მადლობა, ჯო. გისურვებთ დიდხანს და ძალიან კარგად ყოფნას, დიახ.